მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარს დარწმუნებული ვარ თქვენ ყველანი კარგად იცნობთ. ეს გახლავთ იუმორინას სტაჟიანი წევრი, პოპულარული და კოლორიტული პიროვნება, ბატონი ალეკო თეთრაშვილი. მოგზაურობთ. აბა, როგორ გზავნები ჩემო ალეკო, მოგზაურობთ. არა გვიშჩავს, არა ხალა ძვირფასო მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ გაგახსენდათ მისი მონოლოგები, არაერთი მონოლოგი გაგვიტანია ჩვენ იუმორინაში, ერთი მეორეზე უკეთესი. ახლაც ვამზადებთ სხვადასხვა და ალბათ ცოტა ხანში ახალ მონოლოგს ყველანი ნახავთ და მოусმენთ. ამჯერად კი როგორ მიდის საქმეები ჩემო ალეკო, როგორ ეგებები? დიდი მადლობა ბატონო ჯემა, ღვთისმხალობით ვეგებებით, მაგრამ რა მინდა გითხრათ, აი ყოველთვის მე როგორც ძველი იუმორინისტი, ასე ვთქვათ, ყოველთვის ყურადღებით ვადევნე თვალყურს თქვენს ამ გადაცემას ძალიან კი ბატონო, ეჭვის არ მებარება. და რა მომეწონა თუ იცით ამ ბოლოს, აი კუთხების მიხედვით რომ ჩამოუვარდა საქართველოს, იქ ბათუმი იყო ჩემო ბატონო სამეგრელო რაჭა. იქ ქუთაისი, კახეთი იყო. კი. აი სადღაც გულიც კი დამწყდა რომ არ ვიყავი მე მაშინ ახლა დამირეკტორე. სიამოვნებით მივიღებდი იმ კუთხეებშიც მონაწილეობას, მაგრამ მადლობა ღმერთს ახლა აქ ვარ და მომეცა საშუალება და რა მინდა გითხრათ. აი ამ კუთხეებს მე მინდა მოვეფერო დღეს ასე ვთქვათ სხარტულებით. კარგია და შეცვლის შეიტან მაგ საქმეში. შემეცვლის ამ კეთილშობილურ საქმეში. მოვეფეროთ დავითხოვთ სამეგრელოთი. კი ბატონო. ესე იგი ბაბუა და შვილიშვილი პატარა 5 წლის ბიჭით ბაბუა მიდის თბილისის რკინიგზის სადგურში. და მოლარეს ეკითხება რომ თბილისთან ფოთამდე რა ღირს ბილეთი. 10 ლარი. ეხლა საქმე რაშია? ეს ბავშვი არის ძალიან ცელკი. ყვირის, ჭუჭყუნებს, წირის, არასვენებს ბაბუას და 10 ლარი თქვა და წავიდა. წაიყვანა, გავიდა 1-10 წუთი ისე მოტრიალდა. ტირის ეს ბავშვი რა. ისე მოტრიალდა, მივიდა სალაროსთან ეს ბაბუა და ეკითხება, უკაცრავად გინაცვლე რა ღირსო ბილეთი ფოთამდეო თბილისიდან. 10 ლარი. ისე წავიდა. არ გავიდა 1-5 კიდე მოვიდა. უკაცრავად გინაცვლე რა ღირს ფოთამდე ბილეთი და კაცო, შენ მე მაშაყიე თუ ბილეთი თუ არა გაქვს მითხარი და ფულს მე ვისაც უნდა შენი ფულიო? აი ბილეთის ამაკ და ფულის ვარ კაცო უთხრა. აბა რა გინდაო და რა ასრო იძახი ბავშვი წყნარდება და აღარ ტირის. მარდი ბაბუა. ეს სამეგრელო ჩემო ბატონო გადავინახოთ გურიაში. ორი გურული დიდას უთენია ხდება ერთმანეთს მეზობლები. დილის 6 საათზე გამოვიდა სახლიდან ერთი, გამოვიდა მეორე და შეხვდნენ ერთმანეთს. ოჰ, გამარჯობა ზამა, გაგიბაჯო ზამა. სამი ხვალ ზამა ეკითხება ერთი მეორე და სამი ვალა მამა ჩემის საფლავზეო. რა გინდა ასე დილა უთენიაო? რა ვარ, მძინარე დახვდება და გაგვიზება მომიწეს თუ რა. ეხლა გადავინახოთ ჩემო ბატონო, ავიხედოთ ცოტა ზემოთ სვანეთში. სვანეთში დირექტივა მივიდა მთავრობიდან დაავალეს გამგეობას, რომ უნდა ჩამოაყალიბოთო ფეხბურთის გუნდი. გამოუყვეს დიდი თანხები, დიდი ყურადღებით ექცევა კოლმეურნეობა, ცალკე კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო მაშინ რაღაც გამგეობა, მთავრობას უყადა და არის ერთი ამავე და დიდი მზადება, მთელი თვეების მანძილზე ამზადებენ და ბოლო-ბოლო თქვეს რომ მაგარი გუნდი დავაყენეთ ბატონო და მზაცავართო მივიღოთო შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზეო. დაინიშნა შეჯიბრების დღე წავიდნენ, ჩავიდნენ, დაბრუნდნენ უკან, რა ქენითო კითხეს და წავაგეთ. როგორ წააგეთო, რა თქვენ ხარდაჭერა გქონდათო, ხელშეწყობაო, ფულიო, ყველაფერი, არაფერი არ დავინათეთ. წავაგებით, აბა რა იქნებოდა უკაცო, ორი გრუზავი კი მანქანა ხალხი წავიყვანეთ და 11-ის მეტი არ ათამაში. აბა რა ხიზავდი. ეხლა გადავინაცოთ კახეთში, ჩემო ბატონო. ო, კი ბატონო. მოკლედ, მიხოს ყავს ძალიან უქნარა უნდილი და ზარმაცი შვილი. აი ისეთი ზარმაცი, ისეთი ზარმაცი რომ იმისგან არაფერი რო არ გამოდის რა. და აი სულ ამას განიცდის მამამისი და დაზახის რომ ბიჭო, ადეო გაინძერვა, ისეთი ზარმაცი ხარო. ისეთი ზარმაცი ხარო, შენაირი ზარმაცი ჩვენ გვარში კი არა, თელ სოფელში არ არისო. ადეგი გაინძერვა, ცოლი მაინც მოიყვანეო, შვილები გეყოლება, ოჯახი გეყოლება, მაგ საქმეს რა ჯობიო. ამ დროს მამიო, ერთი აზრი მომივიდა თავში. რა მოგივიდაო? არ შეიძლება პირდაპირ ორსული რომ მოვიყვანო. იცით ზარება. ეხლა რა მინდა გითხრათ ბატონო ჯემა, ქართლში გადავინაცოთ, ეხლა ქართლებზე ნაკლებად არის ანეკდოტი, მე ნაკლებად გამიგე, მაგრამ მოგიყვებით, აი მე პირადად ცხოვრებაში რაც დამემართა ქართლში. ანეკდოტი არის ნამდვილი ამბავია. შენ თვითონ ხო ქართლელი ხარ, ბა? მე მამით ქართლელი ვარ, დედით ქართლელი. ლექსი შეიძლება იწება ქართლ-კახეთი და იმერე. მოკლედ
წასულები ვიყავით კონცერტებით, პასიანსი ვიყავით ჩასული ქალაქ გორში, გორი ახლა მოგეხსენებათ ქართლის გულია ჩემო ბატონო და გვაქვს ერთკვირიანი კონცერტები. გვმასპინძლობს ერთი ძალიან კარგი ოჯახი, დამეგორ ჩვენ მეგობარი ოჯახია ის. იმის მერე და ყოველ დღე კაცო, ყოველი კონცერტის მერე აღარ შეგვიძლია გვახჩობს ეს კაცი ამ პურმალი და ღვინისმით არ შეიძლება რა ყოველ დღე გახეთქილთავთ მეორე დღეს პახმელიზმი გახვიდე კონცერტზე და ერთ ჩვენიერ დღესაც ერთი კონცერტი გაგვჩება იმის წინაღამე და მე ვთქვი მოდი რა დავიზინოთ დღეს და ხვალე გავაგრძელოთ რა ვამთავრებთ კონცერტს არაო გინდა თუ არა შუა ღამეს კონცერტს დააღლილი დაკანცულებით გვახჩობს ამ ღვინისმით კაცო შესანიშნავ პურმალი შლის ყოველ დღე თამგვერიდება თქვენი პრობლემა არ არის ესეთი ტრადიცია ქონიათ გორში მე არ ვიცოდი ეჩვერო გვაქვს სუფრას რო ვამთავრებთ და სუფრას ვამთავრებთ რომელიც ადრეძლებს ყველა წმინდათი ხო? კი ბატონო. გორელებს აქვთ გორი ჯვარი. აბა გორი ჯვარს გაუმართ. გორი ჯვარი თუ არ დალია ბოლოს ისე სუფრა არის დამთავრებულად. აბა ეხლა კაიო დავიძინოთ. ოღონდ გორი ჯვარი უნდა და ვარიანტი არ არისო და გამოვა ხო? რა ქვია მას შკაფი ხო? და გადმოიღო აი ამ ხელა ასეთი ზარის ფორმის რო ვერ დადგავ აი ეს ზარივით უნდა აკიდო ბროლის ჭურჭელი რა ვერ მოიპარო დასალეს ღვინოს ვერ მოიპარო ეს უნდა შეავსოს მაგრამ რაში ყოფილა საქმე ამას რო და გორი ჯვარს გაუმარჯოს ამას რო და უნდა გადმოატრიალო და ზარი დააწყრიალო დააწყრიალო ოქროს ძეწკუზე დაკიდებული აი ამ ხელა დიდი ბროლის ბურთი არა ვთქვი აი დიდი ძალიან ბიჭო შევხედე რაიმე ამას რა დალევს ამის და შევხედე ჯამამ დალია კიჭამ დალია ჯინომ დალია ყველა როგორ უნდა შევსხო მე ვთქვა როგორ ვერ უნდა დავლივ ამის და რო დალევ უნდა გადმოვიდე და აი დავლივ ეს არის ამისი მთელი ის რა მუღამი დადგა დამისხა ბიჭო და დამისხა და ჩემთან უნდა მიდიალ ვითომ ჩაია და რომ მოვიყო და რაღაცა მძიმე სწავლა ხელში ვაჰ როგორც იქნა დავლია და როგორ ამოვისუნთქი აი ღვინის ქურდებში კარლოს საკაძეს რო ამოვისუნთქი შენდანე მაგასა გადმოატრიალე ბედნიერი სახით ვრეკავ ბიჭო რა არის არ არის ბურთო და არ ზეწმი არ ბურთულა გადავყლაპე ნატურალურად ალალად გადავყლაპე რა გადამეყლა აღარ ზეწმი აღარ ბურთულა რა მეკანი დამღუბეო რაზე დაგუბე მე ვთქვი ჩემი ოჯახის რელიგვია გადაყლაპე რამდენი ადამიანი დამლოცავ გადავარჩინე საჭიროდი გამხდარებული ძალევა ასე იყო ჩემო დიდი მადლობა ჩემზალეკოს რომელმაც ძალიან მხიარულად ტრადიციულად კარგად ჩაატარა ჩვენი მოთელვა დიდი მადლობა შემოქმედების წარმატება მალე იხილავ ჩვენს კონცერტებში ახალი რეპერტუარი თავაგარი ახლა კი ძვირფასო მეგობრებო მინდა აგრეთვე ცნობილი და პოპულარული პიროვნება მოვიწვიო ჩემო ბატონო დღეს სტუმრად ეს გახლავთ ბატონი ნიკა წულუგიძე ოგზანდი ბატონო ნიკა ოგზანდი როგორა კარგად დაბზადი გენაცვალე აი ჩემო ნიკა რამდენი შევხედავ ძვირფასო მეგობრებო აი ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდას გული გაბინათდება ხოლმე იმიტომ რომ რატომ გას ასე წავიდა კაცო საინფორმაციო წყაროებში მაინცსა და მაინც ნეგატივი შუქდება პოზიტივი ნაკლებად ხო და არა და ნეგატივზე კი არა პოზიტივზე დგაკაცვა და კაცობრიობას და პროგრესის და ხვალინდელი დღე ჩვენი და ეს ნიჭიერი კაცია ახლა დააგვირდით ახალგაზრდა კაცი ჩამოყალიბდა უკვე როგორც პროფესიონალი ტელეზამყვანი უპირველეს ყოვლისა პროფესიონალი თეატრმცოდნე ჩემო ბატონო ძალიან კარგი პედაგოგი ახლა რა ქნას ერთმა ახალგაზრდა კაცმა მეტი რამდენი წლის ახალგაზრდა ბატონჯება მე გახლავთ 29 წლის რამდენის 29-ის ახლა მითხარი მაგ გადასახედიდან აი ახლა უკან რომ მოიხედავ რა შეცვლიდი შენ ცხოვრებაში უკან რომ მოვიხედავ აი იმ კედელზე ერთ თქვენ პორტრეტს ჩამოვკიდებდი ოქროს ჩარჩოში მან ნიჭიერ რეჟისორს ხოს გაითვალისწინო ნიჭიერი კაცი დაეჯერება სიტყვა დაეჯერება ეხლა სერიოზულად რომ ორიოდე სიტყვა ვთქვათ ძვირფასო მეგობრებო ძალზე საინტერესო ჰქონდა ჯერ კიდევ სადიპლომო კვლევა სახელწოდებით მოხუცი ჯამბაზები გახმაურებულ სპექტაკლზე რუსთაველის თეატრისა ჩემო ბატონო შემდეგ ეს კვლევა იმდენ საინტერესო აღმოჩნდა წიგნათაც გამოვიდა ასე არის ხო და აი შენეული საბეჭილებები მაშინდელი შენი კვლევისა როგორი ამბავია ეხა რომ მესამე მეოთხე კურსელი ბიჭი მოხდები ამ საოცარ არტისტებთან და სარეპეტიციოში ერთ პატარა ოთახში თანაც როგორი ნაღები იყო შეკრებილი მართლაც ეს არტისტი ახი კასაძე გურამ საღარაძე ჯემალ ყაღანიძე კარლო საკანდელიძე მედია ჩახავა ზინა კვერენჭილაძე ზაზალებანიძე მარინა ჯანაშია მარინა კახიანი სხედან ეს ადამიანები და
ეხლა რუსთაველის თეატრი მაინც კაცების თეატრია ბატონჯემა. მოგეხსენება და რამდენიმე ქალმა შეძლო რომ აი ჩვენ თეორეტიკოსებმა ვთქვათ რომ აი რეპერტუარი მასზე იდგა და ეს ქალბატონები აი სულ 3-4 ქალი იყო და უპირველესები გახდნენ ქალბატონი მედია ჩახავა და ქალბატონი ზინა კვერენჩხელი. თეატრში ეხლა მით უმეტეს რუსთაველის თეატრში რაღაცა ფარულის ყოველთვის არის ხოლმე, ხო იცით როგორ ხდება ხოლმე, მაგრამ ესენი ისეთი ღირსეული ადამიანები იყვნენ, რომ ეს არასოდეს არ იგრძნობოდა, ხო და დაიწყო ეხლა რეპეტიციები და ყველანი მოვიდნენ, დასხდნენ, პირველი დღეა მე ზივარ უყურებ ამ ხელა თვალებით და ბატონი კარლო მოვიდა პირველი და მე დანარჩენები ნელ-ნელა ქალბატონი ზინა და ქალბატონი მედია თურმე ტრადიციულად სულ აგვიანებს ხოლმე რეპეტიციაზე და უკვე პიესა განაწილებულია და ქალბატონი მედია და ქალბატონი ზინა გვერდ-გვერდ დასხდნენ. ქალბატონი მედია დაჯდა, შეხედა ქალბატონ ზინას და სათვალე უკეთია ზინას და ამოღებული ქონდა ჩანთიდან უკვე სათვალე და მე არ ხმარობ სათვალეს და ჩადო. არ ჭირდება. შეხედა ეხლა ზინა მეც პროფილაქტიკისთვის მეკეთავ და მოიხსნა ზინამაც და ჩადო. დაიწყო ეხლა პიესის კითხვა, ხედავ კაცო, ვერც ერთი კითხვა შევეხსნა. ხან ესე მოაქვს, ხან ესე. 8 თვე მიდიოდა მოხუთი ჯამბაზების რეპეტიცია, არც ერთი დღე, არც ერთ სათვალე არ გაუკეთებია. მარტო მაშინ თუ რომელიმე აცდენდა რეპეტიციას. და ბოლოს 20-იანი შიფტით წერდით ხოლმე. არის, მაგრამ სამბაგეროდ ბოლოს უკვე დამთავრდა პრემიერა და ბანკეტზე მივდივართ, ხო და ქალბატონმა მედიამ ტუჩაცხი წაისვა ესე გვერდი-გვერდი ისხდნენ და უცბად გაუწოდა ქალბატონ ზინას და ქალბატონ ზინასთვის ეს ფერმარილია იყო უდიდესი მკრახელობა. შეხედა ესე მედიკოს და დამიჯერე ზინა მოიგებო და წაისვანა და ერთად წავიდნენ დამეგობრებოდა. ეს იყო უდიდესი სკოლა მართლა ბატონ ჯემალ, სადაც არ ვიცი მე თუ პროფესია ვისწავლე იმ 4 წელზე უფრო მეტი ვისწავლე იმ 7 თვეში ბატონი ვასო კიკნაძე და ის ადამიანები რომლებიც ვასწავლიდნენ მე პროფესიას. კახი და გურამ საღარაძე თუ კი რამე ცუდი სიტყვა არსებობს ტ ხო ჩ პ რაცურელია და წამოხდებოდა ზინა კვერენჩხელაძე მცხეთიდან დადიოდა დედათა მონასტრიდან და კრეხელო იუდა გავარდებოდა ჩაკეტავდნენ კარებს არ გარბოდა ზინა და იყო ერთი ამბავი და ზინა ქალბატონი ზინა იყო ფარიკაობაში ისა რა ქვია საქართველოს ჩემპიონი და შენტერს დალურჯებული კახი გურამი განსაკუთრებით ამბორს ერჩოდა და მართლა გამორჩეული ქალბატონი იყო და ესეთ რაღაცა მითხრა რომ ერთ რაღაცასო გიბარებო სულ უნდა მისი ოცნება იყო რომ სოციალისტური შრომის გმირი გამხდარიყო სუბსასთანო იქო რო გაივლიო ჩამოწიე ფანჯარაო და ჩაის პლანტაციებს რო დაინახო ზინა დაიძახე მართლა მე სულ უსურვებ ქალბატონ ზინას ამ სურვილს იმიტომ რომ კაი კაცი ხარ შეურიგად ეგარი და მართლა დიდი სკოლა იქნებოდა ხა წარმომიდგენია მე ხუდაწილად ბედნიერება ამ კოჰორტასთან მუშაობისა ესტრადაზე ხო და წარმომიდგენია ეს რამხელა შეამოვნება ახალგაზრდა აი ზუსტად შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ ბატონო კი ბატონო ეგ მაინტერესებს კაცო ურთულესია ჩვენი პროფესია მით უმეტეს ახლა ეს ხალხი თელი ცხოვრება ამ საქმეს აკეთებს და თეატრალურ ხელოვნებას ემსახურება მაგრამ ესტრადა სრულიად ახალი ხილი იყო 80%-ისათვის ვინც თქვენთან იყვნენ როგორ მოახერხეთ ამ ბრძენმა ადამიანმა რომ ეს ხალხი სასიცოცხლოდ გადაკიდებული თეატრები ერთმანეთთან ზოგ შემთხვევაში შეარიგეთ და ესეთი საოცარი ციკლი ყოველწლიური ისე რომ არ გაგიცდენიათ წელი ჩაატარეთ აი მაგაზე პასუხს აუცილებლად გაქცევ მაგრამ ძირფას მეგობრებო აი მიაქციათ ყურადღება ხო გითხარით პროფესიონალია პროფესიონალი აბა რა არის სტუმრად მოწვეულია და ჩაიგდო ხელში წამყვანი კარგი, კითხვა დასმულია, მით უმეტეს ერთი და იგივე თემაზე ვსაუბრობ და რა თქმა უნდა, შენზე უკეთ არავინ არ იცის ეს რამხელა სირთულესთან დაკავშირებული 12 წლის მანძილზე მართლაც აი ეს მთელი კოჰორტა უმწინვალესი მსახიობებისა სპეციალურად მომზადებული მათთვის მომზადებული პროგრამით გამოიყვანო ესტრადაზე. ძალიან რთული იყო, ზოგადად ამაზე გვაქვს დანაბარგები, მაგრამ აი კონკრეტულად აი რადგან მიზეზი უფრო სწორად ვკითხე, საიდუმლო ან საქმისა. მე მაინც მიმაჩნია რომ უპირველეს ყოვლისა აი ეს ტანდემია წინვარი ტანდემი, რომელსაც წილაკთა ბედნიერება 25 წლის მანძილზე მუშაობდა, ეს არის ბატონები კახი, კავსაძე და გივი ბერგაშვილი, ორი ლეგენდა, ეს ლეგენდა. არა მხოლოდ მართლა ნიჭიერება, თქვათ, მრავალმხრივმა, როგორც ამ სფეროში, ისე ყველა სხვა სფეროში, არამედ უპირველეს ყოვლისა ურთიერთობა თავისივე ცნობილ და წინვალე კოლეგებთან. დიდწილად მათმა ავტორიტეტმა განაპირობა ის რომ გარისკეს და მოვიდნენ შემდეგ უკვე ალბათ პროგრამაზე და ყველაფერმა დანარჩენმა მაგრამ აი
ურთიერთობა მათ შორის ეს კიდე იყო ცალკე ამბავი. აი განსაკუთრებით მინდა გავიხსენოთ თქვა აი ზურა ქაფიანიძეს უდროო წასული ჩვენგანაც გუმბერაზი დევგმირი ადამიანი თავისი გარეგნობით ფაქიზისულის პატრონის შესანიშნავი მცოდნე ქართული პოეზიისა მსახიობი დიდებული ხო როგორ ურთიერთობა ჰქონდათ მას და განსაკუთრებით გივი ბერიკაშვილს ადრეში აგდებდა ხო ნუ ადრეში აგდებდა ეს იყო სისტემა და ისიც ცდილობდა აფიშად აქონდა ხოლმე რომ გივიმ რომ პირველი კონცერტი გამართაო ეწერაო რომ ესე იგი კოლაგის კლუბში დღეს გაიმართება ჩვენება ფილმისა რომელშიც მონაწილეობს ჩვენი თანასოფლელი გივი ბერეკაშვილი და ჭხილებში დიდი ასოებით ეწერა პანწყალა შვილიშვილიო ესე იმით იცნობდნენ რომ გივის ჯერ შორს იყო ის პერიოდი როცა გივი ბერეკაშვილის სახელობის თავარი პროსპექტი გაიხსნებოდა გურჯაანში ეხლა ეს რას ყვებოდა ბაბუა რო ჩამოიყვანაო ემინდა რომ რაჭიდანო პირველად ნახა თეატრიო მიიყვანა თეატრში ჩემებადო შეხდა რომ დამთავრდა ეხლა ახალგაზრდები ზურას მეგობრები შემოვეხვენ აბა ბაბუ როგორ მოგეწონაო ნავენდანი მომეწონაშიო ნავენდანი კაი განსაკუთრებით ბოლო მომეწონა პალტოებს რო არიგებდეს 3 წამე ვიღე ჩემთვის აი ასეთი ურთიერთობა არ ბრაზდებოდა აბსოლუტურად არ ბრაზდებოდა ნუ ახლა იქ სხვა გედიოსები შორს აგვიყვანს ამაზე საუბარი ცალკე გადაცემის თემაა მაგრამ აი ეს ურთიერთობა იყო მთავარი ურთიერთობა ძალიან მეგობრული ძალიან თბილი და ახლა წარმოიდგინე კახი და გივის ფენომენი არა მართლა კონფერენციების ნუ მართლა წინვალი წვილი ხო მაგრამ იქ ხო არ იყო მარტო სხარტულები არ იყო მარტო ანეკდოტები უბრალოდ ის საერთოდ არ იყო ის უფრო ხალას ისტორიებს ყვებოდნენ გარდა მაგისა ისეთ ურთულეს თემასაც კი აი როგორც იყო აგვისტოს ომი ხო ახლა იმის მერე კონცერტია არ თქვა არაფერი არ შეიძლება იტყვი და როგორ იტყვი ხო და ძალიან დიდი რთული თემა რანაირად შეეხები ბეწვის ხიდზე გავლაციშა აი გვაქვს ეს ვიდეო ბევრჯერ არ არის გასული და ვიდა რომ ნახოთ ჩვენმა მაგალითად რა შეეხება იუმორინას პოზიციას ჩვენ გამოვხატავთ იგავარაკით რომელსაც ქვია დევი და ნაცარქექია აბა გივი დაიწყე ჩვენ ვიზრდებოდით ძველი ზღაპრებით რომ გვიყვებოდა ტკბილად ბებია კომბლე ციქარა და ასფურცელა ხუთგუნჭულა თუ ნაცარქექია სად იყო მაშინ ჰარი პოტერი ბეტმენები და ტრანსფორმერები დღეს რომ დიდიან პატარიანად მათი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით ძველი ქართული ტკბილი ზღაპარი ჩვენი ბავშვობის თავშესაფარი გავიზარდეთ და მივხვდით ეს იყო სიბრძნე იგავში ამონაფარი ავიღოთ თუნდაც ნაცარქექია ერთი შეხედვით არაფერია ბუხართანაზის ნაცარსა ქეკავს თითქოს კაცებში არცას წერია მაგრამ ბაყბაყდებს რომ შეეყარა გახსოვთ როგორი ჭკუა იხმარა რომელი ხარ რომელი შენ თვითონ რომელი ხარ მანდა ბაყბაყდები ვარ შენ თუ ბაყბაყდები ხარ მე ვახ გივი ვარ ვინ ხარ კაცო შენ რა საჭირი რა საჭხავია რა საჭირი რა საჭხავია რა საჭირი რა დიხავი შენ და ხრმაც ჩავისუნ თქვა არა მაგრამ ერთი შებერვით გავაჩანაგებ ძილს ჭიანჭო და ზარ გავატარებ ცაში ფრინველს არ გავაჭაჭანებ მიწაი ფეხ დავკრამ და მტხვინს ავადენ მუჭით რიყის ქვას წვენს გამოვადენ ვაი ძალი ხელითა ცაში მკიდი ვარ ხელ თუ გაუშვებ ამას ცხისი ძმარს ვადენ ვაი ნახეთ რა გონიერია რიყის ქვას წვენი გადინა ვაი არ მომკლა აქ გონიერმა ნაცარქექიამ ძალა კი არა ჭკუა იხმარა ყველი მახათი გუდით ნაცარი რაც კი აბადა ის მოიხმარა მასზე 1000 ჯერ ძლიერ მეტოქეს ხერხი დაჯობა ზურგზე დააჯდა სულ თავის ხელით აჩუქებინა რაც კი ებადა რაც კი გააჩნდა რომ ჩაბმულიყო ჯიქურ პირისპირ დევთან ჩხუბსა და დაკადაკაში გადმოიღებდა ის შენი დევი გააფრთხელებდა როგორც ლავაში ნაცარქექია უძახეს შენ და ტაქტიკაც ჰქონდა და სტრატეგიაც თანაც ისეთი დღევანდელ დღეს რომ მისაღები და დასანერგია შედალოცვილო წინ გიდგას დევი ასთავიანი თანაცრქიანი ხონდა იყო ამ დროს სულ მცირე ნაცრის მქეკავზე ცოტა ჭკვიანი არ ეშლებოდათ ეს საქმე ძველებს
მეფეებს, სარდლებს თუ მხედართ მთავრებს. სიტყვა რომ დიდათ არ გაგვიგრძელდეს ამ ჩვენს იგავსაც აქ დავამთავრებთ. კარგის მთქმელს უნდა კარგი გამგონე, ახალს ვერაფერს ვერ მოიგონებ. ხერხი და ჭკუას ჯობია მუდამ, უსამართლო და უტვინო ღონეს. ეგრეა, ეგრე. აი ეს არის საოცარი ოსტატობა და მასტერკლასი სამსახიობო ხელოვნებისა. სამსახურის წეღარო თქვით რომ სტუმრად არის და თვითონ მისვავს კითხვებსო ერთი ისტორია გამახსენდა. კი ბატონო. პირველ რადიოში ვარ გულიკო კაკაბაძესთან სტუმრად და ქეთოლანდიას მერე გულიკო კაკაბაძეა იქ ასაკეთ და მიყავს ახლა პირდაპირ ეთერია თეატრზე ქალბატონ გულიკოს და ხედავ აკანკალდა ეს ქალი. გადაცემა მიყავს და რეკლამას დაუთმოთ დრო გულიკო მძლივს ამოილუღლუღა და გადავარ. და უზილავ ყურის ბიბილოს შევასხი წყალი და გულიკო მეუთხარი ვერიკო ოცნებობდა რომ სცენაზე მომკვდარიყო და შენ მეთქი ყდები აგერის გადაცემის საყვანის დროს მეთქი შენ არი ნერვიულო მეუთხარი ორშაბათის საღამო თავისუფალი მაგ და მე-11 სამსახურში აქ მივალ წავიყვან დაამშვიდე ხო დავამშვიდე ბატონჯება ეხლა თვალი მოვკარი ჩემ ძვირფას მეგობრებს თეატრალური კვარტეტი შესმენე ეგეთი შემოვლედი. კი ბატონო და ერთ პატარა ისტორიას მოვყვებით. კი ბატონო. აი ერთ-ერთი სწორედ ღანირელი გახლავთ და მისი კარის მეზობელი არის ქალბატონი ლუბა. რომელმაც საოცარი წამლები იცოდა და რამ კურნალობდა ხალხს და ამ ლუბამ ყანა დაახვნევინა ომარიას. და ეს ომარია ზაფხული აგვისტო პაპანაკებად გამოვიდა დაჯდა ჩემო ბატონო ისვენებს ეხა და ლუბამ კეციდან ცხელი ხაჭაპური გამოიღო ჩემო ბატონო ციცკაცოლი კაური სარი მოედო იმას რა ქვია დოგს და დაისხა ამ ომარიამ ეხა ეს ღვინო და ლუბაო გაგიმარჯოსო კარგად იყავიო ჯანმრთელადო ღმერთმა 100 წელი გაწოცხლოსო და ლუბამ ხაჭაპურისას მიანება და შეჩვენებულო 100 წელს ამაწოცხლოს ამ დაქცეულ ქვეყანაში აიო ლუბა კარგად იყავიო ჯანმრთელადო ღმერთმა 70 წელი დედა 70 რა ამბავიაო ბებია ჩემი იქაო დედა ჩემი იქაო აქანე რა მინდა აიო ლუბაო ირჩებაო მარია უკვე და გაგიმარჯოსო კარგად იყავი ღმერთმა 50 და ისევ ლუბა დამალეინე ეშიკა და ეხავე გაგთხოვია სული ბატონჯემა კიდე ერთი კი ბატონო მოგზაურ ბატონმა ალეკომ წინა ბლოკში რეგიონებში გამოგზაურა და ქუთაისი გამორჩა და ქუთაისი ხა გულს ხوار დავწყვეტ არა თქო საოცარი ისტორია ნამდვილი ამბავი ამ სერიალებმა რო გახცნა და გადააგვარა ჩვენი ახალგაზრდობა ერთ უჩებში კოსა ბებია ჩემმა მითხრა ბებო რა შევა თქო რო კითხა და კბილით კიბა ბებია და უღებსო ასეთი განმარტება ხო და იმ ბავშვის ბებიას რომელზეც ახლა მე ნამდვილ ამბავს მოგიყვებით ეთქობა ასეთი განმარტება არ მისცა ბებიან და დაინახა სკოლის მასწავლებელმა რომ ეს პირველ კლასელი გოგო და პირველ კლასელი ბიჭი უჩებში კოცნიან ერთმანეთს და დიდუ იკივლა და დიდუს მოყვა დირექტორის დიდუ სამინისტროს წარმომადგენლების და გადაგვარდა სოფელი ოჯახს თავი მოეჭრა და საღამოს შეკრებილები არიან და წაკრული აქ თავზე დედას და ბებია გადავარდნილი და მამა თოფსტენის და ეს ბავშვი გამწარებული დაფეთებული და ზარია კარებზე მივიდა კარებთან და გიჟის სახით ჩამოვარდა ბიძა სოფლიდან შორიკია ბიძია შენს გეიგე ჩემ ბოზობის ამბავიო დიდი მადლობა ჩემონიკა აი ახლა ერთად მოусმინოთ ამ ჩვენს ნიჭიერ ოთხეულს თეატრალური კვარტეტის სტუდიაში სიყვარულის ღამები მინდა თავიდან დავიწყო მე და გალო მოფერებით სხვა ყველაფერი დაგავიწყო შენთან ერთად ვიცოცხლო და არ გაგაკარო არავინ ვიცი ჩემთან დაბრუნდება ჩემი ოცნების ქალი სიყვარულს აგიხსნი მარტო შენ დაგიცდი კოცნების გაშუქეს ხვა ხელი თუ გამიშვი თავი თუ ავიშვი ფიქრებში გაჩნდება სხვა
ამღერდა ოცნება ვიცი რა მოხდება ყოველთვის საიღებს დრო რა შენი ბრალია მიყვარხარ ძალიან არასდროს ახვიდე შორს ეს რა გრძნობა შემძლებია ფიქრებით შენთვის მღერია მარადობა წარასულია დილას გაჩუქებზია გავიდა დრო არაფერს გთხოვ სინანული დრომ წაიღო მაინც შენი დარადი მქონია გნახრე და ღიმილის მიბოვნია სიყვარულს აგიხსნი მარტო შენ დაგიცდი კოცნების გაჩუქესვა ხელი თუ გამიშვი თავი თუ ავიშვი ფიქრებში გაჩნდება სხვა ამღერდა ოცნება ვიცი რა მოხდება ყოველთვის წაიდებს დრო რა შენი ბრალია მიყვარხარ ძალიან არასდროს ახვიდე შორს სიყვარულს აგიხსნი მარტო შენ დაგიცდი კოცნების გაჩუქესვა ხელი თუ გამიშვი თავი თუ ავიშვი ფიქრებში გაჩნდება სხვა ამღერდა ოცნება ვიცი რა მოხდება ყოველთვის აიღებს დრო რა შენი ბრალია მიყვარხარ ძალიან არასდროს ახვიდე შორს არასდროს ახვიდე შორს დიდი მადლობა ჩვენს უნიკიერეს კვარტეტს, დიდი მადლობა ბატონ მიგა ძულუკიძეს გისურვებ დიდ და დიდ წარმატებებს. აბა მომავალ შეხვედრებს. ჩვენი განაცემის შემდეგი სტუმარი გახლავთ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ბატონი ავთანდილ მიქაძე. ბატონო ავთო, ხოთ სტუდიაში მომზადდით, ბატონო მომზადდით. როგორ გიგიხოთ აგერ შევადლოთ, არა გვიშავს. აქეთ ზვირფასო მეგობრებო უნდა მოგახსენოთ რომ ბატონი ავთანდილი საკმაოდ ენამჭევრი და ენაწყლიანი კაცი ბრძანდება და ერთი პირობა ვიფიქრე რომ თავისთავად თავად ხო არ წარედგინა მაყურებლისათვის და ასე ვთქვათ ავტოპრეზენტაცია ხო არ მოგვეწყო მაგრამ მე გამახსენდა რომ ყველაფერთან და თამდაბალი კაცის ბრძანდება და უხერხულ მდგომარეობაში ვერ მოვაქცევ თავის თავზე არ ვალაპარაკებ და შენის ნებართვით შემოავთო მცირე ბიოგრაფიულ ექსკურსს შემოქმედების მე გავაკეთებ მაყურებელთან დიდი სიამოვნები მაშასე 50 წელი პირნათლად ემსახურება მარჯანიშვილის თეატრს შემოვატონო. შექმნა ძალზე საინტერესო სახეები, როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზე, ტელესერიალებში და კიდევ ერთ-ერთი პირველთაგანი ბრძანდება ბატონი ავთო, რომელმაც გაკვალა გზა თეატრიდან ესტრადისაკენ და მე ვარ მაგის ცოცხალი მომსწრე, რამდენი საინტერესო ნომერი აქვს შესრულებული, როგორც ავტორსაც, როგორც შემსრულებელსაც და რაც თავარია, როგორც ჩინებულ წამყვანს, მაშინ კონფერენციას ვეძახდი ჩვენ და უამრავი საინტერესო კონცერტებია საგვანი. აი მოკლედ რაც შეიძლება და თქვა, მაგრამ იმდენი ისტორიები აქვს ამ ხნის მანძილზე თავისი გრძელ შემოქმედებით გზაზე, თავისი იუმორისტული რაკურსით არ შეიძლება ეს ყველაფერი დამახსოვრებული არ ქონდეს და არ დაგზარდება და ორიოდ ისტორია საკაც მოგვიყვება ჩემბატონო. დიდი სიამოვნებით ზუსტად მაგისტრის მოვედი ბატონო ჯემალ და პირველად დავიწყებ აი დაკავშირებით თეატრთან. ჩვენი გია კობერიძე. კი, ჩვენი საერთო მეგობარი. საერთო მეგობარი, გენიალური კაცი, მირეკავს. ამას გეუბნებით 10 წლის წინანდელ და მირეკავს და მე ხო მაშინ მობილურები არ იყო სახლში ვარ და სახლის ტელეფონზე რეკავს და მეუბნება ავთო დღეს რო ჩემი დაბადების დღეა რატო არ მომილოცეო და ვაიმე გია მომიკვდა თავი მეუთხარი ნახდათ არ მახსოვდა მეთქი მოკლედ ეხლა ჩაიცვიო და ნახევარსაათი შენთანა ვარ სახლშიო და წავიდეთო რესტორან არაგვშიო მაგ სუფრა შეკვეთილიო ნუ ეხლა რა თქმა უნდა მარტო მე არ ვიქნები სამეგობრო და ხო მოვიდა ნახევარსაათში ჩავსხედით მანქანაში და მივდივართ ეხლა და მითხრა კაცო ამირანს ურეკავ ბუაძესო დილიდანო სახლშიო და კაცი შვილი არ იღებს ყურბილსო და თეატრში ხარ იქნებაო მე უთხარი გავიაროთ რა პრობლემაა ეხლა არის რა დრო იცი აი 8-ის გზაში რო ვართ 8 საკლია რაღაც წუთები თეატრში რომ მივედით 8 საკლ და 5 წუთი
ეხლა შესასვლელი ხო არის სალაროების გვერდზე ჩვენი მსახიობთა შესასვლელი და აქ ხალხი დგას ბილეთი ვერ იშ რაც არის დარბაზში და იმდენი დარჩა უბილეთოთ ხო ისეთი ხო იცით დიდი ამბავი იყო ყოველთვის ბატონი გიგას და შევედი თეატრში და ბატონი იგი არიქა გვეშველაო ბატონმა გიგამ ლორდ კიფანიძე ვაიმე მე თქვი სპექტაკლი ხარ ხომ მაგდა ხარ გამომჩამე რა ხდება ბატონო გიგა მეთქი და რაო და არ მოვიდაო მალხას გორგილაძეო და შენ უნდა შეხვიდეო მის მაგივრად ზაზა ნაკაშიძე მთავარი როლი კაცო ნათავაშები გააქვს მაგრამ არა ნუ ეხლა პრემიერა ვნახე და მე ხანდახან ნახულობდი ეს სპექტაკლს ეხლა იმიტომ რომ ისეთი სპექტაკლი იყო ძალაუნებურად მოგინდებოდა სცენების ნახვა რაღაც ეხლა იმიტომ რომ ბატონი ოთარი იბერიკაშვილი ესენო და ესეთი ხალხი ხო და მე ვუთხარი მე ბატონო გიგა მესროლი ან ხანჯალი ჩამარხი რა დღეში მა დედასთან მონოლოგები აქვს მე არ ვიციო დაიკავე პიესა ხელშიო და წაიკითხეო იმიტომ რომ მაშინ ცეკასზე თუ სპექტაკლი მოიხსნებოდა ცეკას ბიუროზე გადიოდა არ შეიძლებოდა სპექტაკლის მოხსნა ხო და მოკლედ ამ დღეში ვარ უცბა წამისვეს ტონის სახეზე ჩამაცვეს ჩეობატონო მომცეს ეს პიესა ხელში და მიეცით მესამე ზარიო მიცეს მესამე ზარი წავიდა მუსიკა იხსნება ფარდა და მე კულისებში ვდგევარი კულისებში კარები არის რკინის სოსო გოგიჩაშვილი თამაშობს ნაძორს ზედამხედველს რაღაცას ხო და იღება რკინის კარები ეს ხო ყველა მიცის ახლა მსახიობებმა რაც ხდება და გაიღო რკინის კარები და შედი ნაგაშიძეო სოსო მითხრა და ბატონი ოთარი მეუბნება მეღვინეთ ხუცეს ლიმონას თამაშობს. შემოდი შესაძუდაო შემოდი. როგორც კოლეგას მითხრა. იცის რა დღეში ხარ? ხო. ხო და ადი ეგერ მეორე კოიკაზეო თავისუფალია და იქ დაწეკი. ავედი მეორე კოიკაზე და მაყურებლისკენ აი ესე წიგნი დავიდე, პიესა დავიდე და დაიწყო მოკლედ და ეხლა მეკითხება რა ქვიაო? მე ვუთხარი ეხლა კი ვიცი ეხლა ეს მაინც ვიცი სახელი და გვარი. ზაზამქვე რა გვარი ხარ ნაკაშიძე რაზე ზიხარო და მე ვუთხარი საინტერესო რომანს ვკითხულობ მეთქი და ძალიან საინტერესო ადგილზე ვარ ამას ჩავამთავრებ და მე მოგიყვებით რაზე ვზივარ და ოთარმა რა მითხრა ეცი ბატონმა ოთარმა თან წაიკითხე და თან მოყევი ეგუკეთესი ვარიანტია მოწასტიმული მოკლედ თან ვკითხულობ თან ყვები ესე რესტორან გემოში მთელი ხო იცით რამხელა მონოლოგია ესე მეთქი მე ვიღე ბოთლი ესე და მოკლედ 45 წუთი პირველი სცენა ვითამაშე და ეს არის რომ სცენა იცვლება მეორე სურათი იწყება და ამ დროს რკინის კარების ხმა ჯახ ჭუხ ჯახ და სოსო გოგიჩაიშვილი რა გვარი ხარ ბიჭო შენო მე ვუთხარი ნაკაშიძემი ნაკაშიძე კი არა ნასეტკა ხარ ჩამოდი ძირზე შედი შენ კამერაშიო ნაკაშიძე აგერ მოვიდაო და დავინახე მალხას გორგილაძე დედა ჯერ ერთი ხო მოვითქვის სული რაც ეხლა გადავიტანე მე ამ 45 წუთში და გამოვედი ეხლა და გამახსენდა და გია მეუბნები კი მარაო სადა ხარ თუ იყო ბუაძე იყო და თუ არ იყო მე ვუთხარი ეხლა ამას ვერ მოგიყვებით იმიტომ რომ არ დამიჯერებდი და სუფრაზე მოგიყვებით მეთქი და წავედით მე და ვიქეიფე და მეორე დღეს მოვდივარ თეატრში და ბრძანება გამოკრული ზაზა ნაკაშიძის როლზე მეორე შემსრულებლად დაინიშნოს ავთანდილ მოგიჭიდი მარგებელია კარგია თეატრის წინ უნივერმაღი რო არის იქ მაშინ კი არა ახლაც არ შეიძლება მანქანების გაჩერება უნივერმაღი იყო ეხლა ბანკია ეხლა ბანკია მანქანების გაჩერება არ შეიძლება ესე ნომრებს ხსნიან გავაჩერე მე მანქანა მოვდივარ აქეთ გამოვიარე ერთი 10 ფეხის ნაბიჯი და ძმაკაცი შემხვდა ვაჟა ვადაჭგორია ჩემ მეგობარი და ავტო და არ მყავს კაიგანი ნახი მოვიდა და მივაწეხი მანქანაზე და გასაღებ ხელში მიკავე გადავკეთე ლაპარაკობ და მანქანაზე ვარ მიწოლილი და ლაპარაკობ და გამოიარა კალიასკიანი მოტოციკლეტები რო იყო იმან და ისაო მეგობარო გადააყენეთო მანქანაო და რატომ მეთქი მე ვუთხარი და არ შეიძლება გაჩერებაო და
მე ვუთხარი ამდენი მანქანა აყენია და მანდამაინც ეს არ შეიძლება მეთქი მე ვუთხარი და არ შეიძლება გადააყენოთ არა მეთქი მე ვუთხარი გადააყენოს ეხლა მაიმუნობ რა მაშინ ახსენი ნომერებს ახსენი მე ვუთხარი რამენაღლება მეთქი ახსენი მაგ დედაცვატირე მეთქი და მოხსნა ბიჭო სიცხეა და იწვალა და მოხსნა ნომერი და დევს კალიასკაში თუ ჩემი ძმა ხარო გადააყენე დაგიბრუნებ ნომერს ეხლა ეს დავალებული მაქვს მეოდა თუ არაო მაშინო მეორე ნომერსაც მოხსნიო მე ვუთხარი მოხსენი მაგ დედაცვატირე მე ვუთხარი იწვალა ჩაჟანგულია ბიჭო ის რომელსაც არ ხსნიან ეს წინა უკანა არ მახსოვს და იწვალა და 1-20 წუთი და ესა და გაიოფლა და წაიღო და მე ამას მოყვებიო და თქვენ თუ არ გაგამწაროთ ნახეთო და მე ვუთხარი რა ახლა გაბო ახლა მაგმანქანის პატრონი და ყოფას გიტირებ მაიცა შენი არა ხო და არა მე ვუთხარი გილბერიკაშვილის ახლა ერე დროზე ვერ მითხარი აი პურის რიგები რო იყო თუ იცი იყო ასეთი შავი პერიოდი კი ბატონო საშინელი რიგები ერთ დროს იყო წონით იმდენის მეც არ გაძლევდნენ ჩემს ახთან ზუსტად წერეთელზე ღამეებს ათენებდა ღამეებს ათენებდა და ეხლა იქ ცხოვრობ ეხლა როგორც ის გამყიდველიდან ბავშვებიდან მიცნობდა ეხა და ავთო შენო პური რო დაგჭირდებო ზუსტად ამ საათზე მოდიოდა რო დაგინახაო მე გამოგიტან შენ პურსო და დამთავრდება ამით ჩვენისაო მივედი ეხლა დილის 10 საათია ჩემბატონო და რიგი და ეხლა სანამ ბიჭო არ არის შიგნით ვიკითხე სად არის მეთქი და გასულიაო და მალე მოვაო მე თქვი მაინც დავდგები რიგში გამოვედი ეხლა რიგიდან ნაკეთ ვგევარ და ვეწევი სიგარეტს და უცბად ბრახ ხოდა ჩამოვარდა კაცო მე დაიფშნა ქოთანი ყოფილა ამხელა ყვავილი ბიჭოს და აი ესე ცხვირწინ ჩამიარა ავიხედე ესე გადარჩი უბრალოდ რა დედას გეფიცებ მე ამაზე იმდენი პურმალები მქონდა გადარჩენი ხანის მიხდიდა და ხო და იქედან ქალი დედა აქედან თურმე გვერდზე მიდგას ხვარი რიქშია პურის მეგრელები ყოფილა დედას კანგოლივა პიროს კანჭირმა დედა ეს რა მოხდა კაიო მოდი აქ შენ თუ ძმა ხარ მითხრა წამოდი ჩემთან და ამიყვანა სახში მესამე სართულს შევედი და ამ ქალმა დედა თქვენ გოლივაფი დედა ეს როგორ გადავრჩი თქვენგენაც ვაჯე თქვენ ერთი წუთი და გაშალა ქალმა ხო იცი ნეგრელების პურბარილი რაჯიგრიანი და ხლა ეთქობა ძალიან ისეთი და ვიქეიფეთ მაგრამ წამოვედი ახლა და მეორე დღეს მოვედი ისევ პურზე ეს კაცი არ დგას პირი მიშრება მითხრა და წამოდი თითოჭი გადავიდო და წამიყვანა ახლა მეორე ამიყვანა ამ ქალმა უკვე ეს პირველად ხა ამ ქალმა მეორე დღეს დედა მობძანდი თქვენ გენაცაი გაშალას ხუხრა ახლა კიდე დავლიე წამოვედი მესამე დღეს კიდე მოვედი კაცო ამ კაცმა დღეს უფრო მიშრება პირი ეს კაცი ძალიან ისე ჯიგრიანი იყო დღეს უფრო მიშრება კაცო პირიო ამოდი და არა მე უთხარი შენ ამოე მეც მინდა ახლა ატომკაც ისე კარგი რაღაცები ამიყვანა ახლა და ამ ქალმა დედა მობძანდი ესე იგი ვითომ არაფერი არ აგვაქვს ეს მობძანდით ახლავე იქნება ყველაფერი და ვიქეიფეთ კი ხო რომ მივედი კურტუკი ჩამოვკიდე შემოსასვლელში ეხლა კი 3 დღეა ვსვამ და რო წამოვედი დავემშვიდობე აქეთ იქეთ და გამოვიკეთე კარები და მაცილებს ეს კაცი არ გინდა მე ვთხარი სკანგოლივა და ჭირი მეშენა ჩამოვედი მეორე სართულზე და გავახსენდა კურტუკი დავჭა მანქანის და სახლის გასაღებიში გავა ავედი ახლა მესამეზე და ზარი უნდა მივცე და მესმის იქედან კივილი ამ ქალის დედა რატომ გამივარდა ეს ქოთანი ხელია ან თუ გამივარდა რატო არ მოხდა თან მოხდა მაგის კურბანი დეკმაო და ეგრევე წამოვედი დიდი მადლობა ჩემო ავთო დიდი მადლობა უსურვო წარმატებები ჩვენთვის მოსულა და ტაში გავაცილოთ დიდი მადლობა ჩვენს დღევანდელ გადაცემას დაასრულებს პოპულარული ჯგუფი ბანი
ხედავ ხაჯა სიტყვები შენ კითხავ გამირბი ხასურის ქალავ ხეობებს მისლივით მიხვევი შენ კითხავ გამირბი ხასურის ქალავ ხეობებს მისლივით მიხვევი აკი ფევდავ მიჯრიჩი ერავინ ილაღავ შენითა ვეფხვი დაჭრილი შესყავს გამოყვები ამ ჩემი ორღაცენითა ვეფხვი დაჭრილი შესყავს გამოყვები ამ ჩემი ორღაცენითა იპავი დაგიჯერ დაჭერებ ჭერები ავტორალ თორიან ქედებს იპავი დაგიჯერ დაჭერებ ჭერები ავტორალ თორიან ქედებს ეს მუსიკალა უშენახარეთ დადერთი ეს თობას დალოცავს უპარი ქრისტევერტი ეს ურის ალა უშენახარეთ დადერთი ეს თობას დალოცავს უპარი ქრისტევერტი დიდი მადლობა ჩვენს ვიგერ ახალგაზრდებს გუნდს ბანსსა და ბანელებს ჩვენი განათლება დასასრულს მიუახლოვდა მშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო გუნდზე